თანამედროვე სამყაროში, სადაც ციფრული ტექნოლოგიები დომინირებს, კომერციული ბეჭდვის ინდუსტრია გლობალური მარკეტინგისა და კომუნიკაციის ხერხემლად რჩება. 2026 წლისთვის სარეკლამო ბეჭდვა, შეფუთვა და საგამომცემლო საქმიანობა არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას, არამედ ბრენდების იდენტობის ფორმირების უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. ბაზარზე არსებული მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, რასაც ელექტრონული კომერციის ბუმი და შეფუთვაზე ორიენტირებული ლოგისტიკის განვითარება განაპირობებს. დარგში მიმდინარე ტენდენციებს შორის უმთავრესი ადგილი ციფრულ ტრანსფორმაციას და ეკოლოგიურ მდგრადობას უკავია. გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის ზრდასთან ერთად წამყვანი კომპანიები წარმოების პროცესში ბიოდეგრადირებად მასალებს, მცენარეულ საღებავებსა და ნარჩენების მართვის ინოვაციურ სისტემებს ნერგავენ. კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ბოლო წლიურ ანგარიშებზე დაღრდნობით, სხვადასხვა გამოცემებმა იმ კომპანიების რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც წლების განმავლობაში ყველაზე დიდი შემოსავლების გენერირებას ახერხებენ. შემოსავლები, ტექნოლოგიური სანდოობა, გლობალური ბაზრის წილი და მდგრადი განვითარების სტრატეგიები. ეს ის კრიტერიუმებია, რომელთა მიხედვითაც მსოფლიოს 5 უმსხვილესი მოთამაშე გამოვლინდა. იაპონური გიგანტი ტოპან 2026 წლისთვის მსოფლიო პოლიგრაფიული ბაზრის უპირობო ლიდერის პოზიციას იკავებს. ტოკიოში 1900 წელს დაარსებულმა კომპანიამ საუკუნეზე მეტი ისტორიის განმავლობაში ტრადიციული სტამბიდან მრავალ პროფილურ ტექნოლოგიურ ჰოლდინგამდე დიდი გზა გაიარა. ტოპანის წარმატების საიდუმლო მის დივერსიფიცირებულ პორტფელში იმალება, რომელიც კომერციულ ბეჭდვასთან ერთად ელექტრონიკის კომპონენტების წარმოებასა და უსაფრთხოების სისტემებსაც მოიცავს. კომპანიის შემოსავალი 2025 წლის მონაცემებით დაახლოებით $12 მილიარდ შეადგენს, რითაც ის კონკურენტებს მნიშვნელოვნად უსწრებს. რეიტინგის მეორე საფეხურზე ასევე იაპონური კორპორაცია Dai Nippon Printing ხვდება. 1876 წელს დაარსებული კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პატივსაცემი პოლიგრაფიული გაერთიანებაა. DMP-ის საქმიანობა ქაღალდზე ბეჭდვის ფარგლებს სება და ჭკვიან შეფუთვებს, დეკორატიულ მასალებს და ელექტრონულ კომპონენტებს მოიცავს. მათი წლიური შემოსავალი $10 მილიარდ აღწევს, რაც კომპანიის მასშტაბურ ოპერაციებს ემეთვალებს. DMP-ის წარმატებას მუდმივი ინოვაცია და კლიენტთა საჭიროებებზე მორგებული ჰიბრიდული გადაწყვეტები განაპირობებს. ამერიკული ბაზრის გიგანტი და გლობალური მოთამაშე R.R. Danieli სიაჟი მესამე ადგილს იკავებს. ჩიკაგოში 1864 წელს დაფუძნებული კომპანია საუკუნეზე მეტია, რაც ამერიკული ბიზნესის სავიზიტო ბარად წარმოადგენს. RRD-მ შეძლო ტრადიციული ბეჭდვის ტრანსფორმირება მარკეტინგულ და ლოგისტიკურ სერვისებად, რითაც კლიენტებს სრული ციკლის მომსახურება შესთავაზა. კომპანიის შემოსავალი $6 მილიარდ აჭარბებს, რაც კორპორატიული კლიენტების ფართო ქსელით აიხსნება. მათი ლიდერობა ეფუძნება მონაცემთა ანალიზისა და ბეჭდვითი ტექნოლოგიების ინტეგრირებას, რითაც პერსონალიზებული მარკეტინგული კომპანიების ეფექტიანობა იზრდება. მეოთხე პოზიციაზე ამერიკული კომპანია Quad Graphics ხვდება, რომელიც 1971 წელს ჰარი კვადრატში დაარსა. ვისკონსინში დაწყებული მცირე საოჯახო ბიზნესი დღეს მარკეტინგული გადაწყვეტების გლობალურ პროვაიდერად ჩამოყალიბდა. Quad-ის წლიური ბრუნვა დაახლოებით $3 მილიარდ შეადგენს. კომპანია გამოირჩევა წარმოუდგენლად ეფექტიანი საწარმოო პროცესებითა და ლოგისტიკური ოპტიმიზაციით. ლიდერის პოზიციას ისინი Quad 3.0 სტრატეგიის მეშვეობით ინარჩუნებენ, რაც ბეჭდვის, ციფრული მედიისა და ანალიტიკის გაერთიანებას გულისხმობს. 5 ელს ასრულებს ირლანდიაში რეგისტრირებული Kimpress-ი, რომელიც ცნობილია თავისი ფლაგმანი ბრენდით Vistaprint-ით. 1995 წელს რობერტ კინის მიერ დაარსებულმა კომპანიამ ინდუსტრიაში რევოლუცია მასობრივი პერსონალიზაციის მოდელის დანერგვით მოახდინა. Kimpress-ის შემოსავალი $3 მილიარდ უტოლდება და ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესებზე ორიენტირებული. კომპანიის წარმატებას უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფა განაპირობებს, რომელიც მილიონობით ინდივიდუალური შეკვეთის ავტომატიზებულ რეჟიმში დამუშავებასა და უმაღლესი ხარისხით შესრულებას ემსახურება.